შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებროსა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ-მკვლელობისთვის ძებნილი 1979 წელს დაბადებული ორუჩ-ფ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ურთიერთშელაპარაკებისას 1952 წელს დაბადებული ელბერტს ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჩ-ფს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. ამ დროისათვის დაკავებული სასჯელ აღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ-მკვლელობისათვის ძებნილი პირი დავაკავეთ, რომელმაც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა მოქალაქე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად დაკავებული შესახლებულია სასჯელ აღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში.